ალბათ დამეთანხმებით, რომ სპორტი თანასწორობის სიმბოლოა. სპორტსმენები მრავალი წლის განმავლობაში დაუღალავად ვარჯიშობენ და საბოლოოდ დასახულ მიზნებსაც აღწევენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მიზნის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. Ამ ეპიზოდში იმ სპორტსმენების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც საღლითობაში ამხილეს. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა ხუთჭიდელი ბორის ონიშენკო საკმაოდ სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ეს სპორტსმენი ყველა დისციპლინაში დომინირებდა: ცხენოსნობაში, სროლაში, ცურვაში, ფარიკაობაში და სირბილში. მისი წყალობით საბჭოთა გუნდი გამარჯვებისკენ თავდაჯერებულად მიდიოდა. თუმცა ფარიკაობის დროს საჯებმა და მაყურებლებმა მოულოდნელად შენიშნეს, რომ სასიგნალო შუქი იქამდე აინთო, სანამ ონიშენკო მოწინააღმდეგეს ხმლით შეეხებოდა. სწორედ ეს შუქი ეხმარება არბიტრს იმის დადგენაში, თუ რამდენი დარტყმა მიაყენა სპორტსმენმა მოწინააღმდეგეს. თავიდან ეს ფაქტი არბიტრებმა დარტყმის ამოცნობის სისტემის ტექნიკურ გაუმართავად ჩათვალეს. თუმცა დეტალური გამოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საბჭოთა სპორტსმენი ყველაფერთან ერთად კარგი ტექნიკოსიც იყო. მის ხმალში ჩაშენებული იყო ღილაკი, რომელიც სასიგნალო მოწყობილობას დისტანციურად აქტიურებდა. სპორტსმენის ხმალი შეიცვალა და ონიშენკომ მოწინააღმდეგე თავდაჯერებულად დაამარცხა, მაგრამ ეს ამბავი ასე არ დასრულებულა. ტურნირის მეორე დღეს ონიშენკოს და მასთან ერთად საბჭოთა კავშირის მთელ გუნდს დისკვალიფიკაცია მიენჭა. სპორტსმენი ოლიმპიური სოფლიდან გააძევეს და მას ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება სამუდამოდ აუკრძალეს. 1994 წელს ფიგურული სრიალის სამყაროში მომხდარი სკანდალის შემდეგ ტონია ჰარდინგის სახელი უამრავმა ადამიანმა გაიგო. ის ოდესღაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი იყო. ტონია გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მოკლე პროგრამაში სამმაგი აქსელი წარმატებით შეასრულა. 1991 წელს მან ამერიკაში გამართულ შეჯიბრშიც გაიმარჯვა, მაგრამ ყველაზე დიდი ცნობადობა მას არა სპორტულმა მიღწევებმა, არამედ ნენსი კერიგანთან დაკავშირებულმა ინციდენტმა მოუტანა. კერიგანი ჰარდინგის მეტოქე იყო. ტონიამ შეთქმულება მოაწყო და კონკურენტის ჩამოსაშორებლად ნენსის საკუთარი ქმარი და მეგობარი მიუგზავნა, რომლებიც სპორტსმენს თავს დაესხნენ. მძიმე ტრამვის გამო კერიგანმა 1994 წელს ამერიკაში გამართულ ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღო და ამიტომაც შეჯიბრში ჰარდინგმა გაიმარჯვა. თუმცა ნენსი სწრაფად გამოჯანმრთელდა და ის ტონიასთან ერთად 1994 წლის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. იქ ჰარდინგმა მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო მისი მეტოქე მეორე ადგილზე გავიდა. მალევე ამერიკის ფიგურული სრიალის ასოციაციამ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ თავდასხმა ჰარდინგის დაგეგმილი იყო. მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიენჭა და დაზარალებულისთვის მორალური კომპენსაციის სახით $160,000 ოდენობის ჯარიმის გადახდა და ეკისრა. 1999 წელს აფრიკულ მარათონში ფულადი პრიზის მისაღებად ათეულში მოხვედრა იყო საჭირო და სერხიო მაცონინგმა ეს შეძლო. მან მეცხრე ადგილი დაიკავა და მზად იყო თავისი შრომით ნაშოვნი ფული აიღო, თუმცა მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. რბოლისგან მეორებითი განხილვისას მსაჯებმა დაინახეს, რომ სერხიო რბოლას რამოდენიმეჯერ გამოეთიშა. შეიძლება იფიქროთ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია და მარათონელს უბრალოდ შესვენება სჭირდებოდა, მაგრამ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სერხიო რბოლაში ბრუნდებოდა, მისი მაჯის საათი ერთი ხელიდან მეორეზე ინაცვლებდა. საჯებმა ეს ფაქტი უცნაურად მიიჩნიეს და ჩაატარეს გამოძიება, რომელმაც მორბენალის თაღლითობა დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ სერხიოს ტყუპის ცალმა ძმამ ფიკამ მარათონის ნაწილი მის ნაცვლად გაირბინა. ძმები ერთმანეთს რეგულარულად ენაცვლებოდნენ. სანამ ერთი ძმა დარბოდა, სხვა გზიდან მას ველოსიპედით მეორე მიჰყვებოდა. ამის გამო მარათონელს პრიზის მიღებაზე უარი უთხრეს და 11 წლიანი დისკვალიფიკაცია მიაინჭეს. სპორტსმენებს შორის პარაოლიმპიელები განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ, რადგანაც მათ წარმოუდგენელინების ყოფა აქვთ. ამიტომაც ესპანეთის გუნდის აქციელი საზოგადოებაში აღშფოთებას დღესაც კი იწვევს. საქმე იმაშია, რომ ესპანეთმა კალათბურთის შეჯიბრში, რომელშიც ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ, სრულიად ჯანმრთელი სპორტსმენები გამოიყვანეს. იქამდე ზოგიერთმა მათგანმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია, მაგრამ როდესაც მათ პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა შესთავაზეს, გუნდის წევრებს უარი არ უთქვამთ. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებში ორი ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირი ნამდვილად იყო, თუმცა ისინი მოედანზე იშვიათად ჩნდებოდნენ. ბუნებრივია, ასეთი უპირატესობის წყალობით ესპანელები მოწინააღმდეგეებს დიდი ანგარიშით უგებდნენ, მაგრამ მალევე ყველაფერი გაირკვა. ესპანეთის პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები სამსახურიდან გაუშვეს. გუნდი დისკვალიფიცირებული იქნა და სიდნეის პარაოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულად რუსეთის საკალათბურთო გუნდი გამოცხადდა. მსოფლიოში ყველასათვის კარგად ცნობილი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ცნობილი ფიგურა, წმინდანი ნამდვილად არ ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაცია შეიძლება საკამათო იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის 51 წუთზე ინგლისის წინააღმდეგ მარადონამ გოლი ხელით გაიტანა. გეცოდინებათ, რომ ფეხბურთში ხელების გამოყენება აკრძალულია, თუმცა ცნობილმა არგენტინელმა სპორტსმენმა გოლი მართლაც მუშტით გაიტანა. საჯმა იფიქრა, რომ ფეხბურთელმა დარტყმის დროს თავი გამოიყენა და ინგლისელი მოთამაშეების აღშფოთების მიუხედავად გოლი ჩათვალა. მატჩის შემდგომ კონფერენციაზე მარადონამ განაცხადა,
რომ საკამათო გოლი ნაწილობრივ მისი და ნაწილობრივ ღვთის ხელი იყო. წარმოიდგინეთ, ქალაქში უცნობი სპორტსმენი ჩამოდის. ის არა მხოლოდ ქალთა მარათონში იმარჯვებს, არამედ მარათონის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო შედეგსაც აფიქსირებს. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ნამდვილად უნიკალური სპორტსმენია, რომლის შესახებაც ადამიანებმა უბრალოდ აქამდე არაფერი იცოდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ როზი რუისი, რომელმაც ბოსტონის მარათონი რეკორდულ დროში გაირბინა, ფინიშის ხაზთან ზედმეტად კარგად გამოიყურებოდა იმ ადამიანისთვის, რომელმაც საკმაოდ დიდი მანძილი დაფარა. ამას დაუმატეთ ის ფაქტიც, რომ მას მარშრუტის დეტალები ბუნდოვნად ახსოვდა. მარათონის სხვა მონაწილეებს კი სირბილის დროს რუისი არ შეუნიშნავთ. ცოტა უცნაურია, ხომ ასეა? სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, როდესაც ორმა ადამიანმა დაინახა, თუ როგორ გამოვიდა რუისი მაყურებლების ჯგუფიდან ფინიშამდე 1 კილომეტრით ადრე. სხვებმა გაიხსენეს, რომ ის მეტროში ნახეს, რომლითაც მან თითქმის მთელი მარათონის დისტანცია დაფარა. რუის დისკვალიფიკაცია მისცეს. მარათონის ორგანიზატორებმა კი ამ შემთხვევის შემდეგ სპეციალური ჩიპების გამოყენება დაიწყეს. პროფესიული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი შეჯიბრებებში საკუთარი შესაძლებლობების 100%-ით გამოვლენა. სპორტსმენების უმეტესობა რეკორდების დამყარებას და მედლების მოპოვებას მთელ ცხოვრებას უძღვნის. ამიტომაც ჩვენ გვგონია, რომ ისინი შეჯიბრებების დროს ბოლომდე იხარჯებიან. მაგრამ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური ბადმინტონის ტურნირის დროს 4 წყვილმა მოთამაშემ მოკლე შესვენების აღება გადაწყვიტა. პრობლემა ის იყო, რომ წილის წყლის შემდეგ მეოთხედ ფინალში გუნდებს მეტოქეების არჩევა შეეძლოთ. წყვილებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ბოლო ადგილოსანი მეტოქეები არჩიათ და მათთან გამიზნულად წაეგოთ. ასე ისინი მცირე შესვენების აღებას შეძლებდნენ, მაგრამ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ წავიდა. სპორტსმენებს მთელი თამაშის განმავლობაში აღშფოთებული მაყურებლების სტვენა ესმოდათ. საბოლოოდ კი მსაჯებმა გუნდები იმაში დაადანაშაულეს, რომ მათ მოგების სურვილი არ ჰქონდათ. ამის გამო 4-ვე გუნდი ტურნირიდან მოხსნეს. ფეხბურთელები თავიანთი გუნდის დასახმარებლად ზალის ხმევას არ იშურებენ. თავგანწირვის ერთი უცნაური შემთხვევა 1999 წლის სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროს მოხდა. ჩილე ბრაზილიასთან 1-0 აგებდა. ფინალურ სასტვენამდე 25 წუთით ადრე ბრაზილიის ტრიბუნებიდან ვიღაცა მოედანზე რობერტო როხასის მიმართულებით მაშხალა ისროლა. ფეხბურთელი მოედანზე დაეცა და სახეზე ხელები აიფარა. გუნდელები კი მის დასახმარებლად გაიქცნენ. საბოლოოდ როხასი მოედნიდან ღრმა ჭრილობით გაიყვანეს. ჩილეს კაპიტანმა კი განაცხადა, რომ გუნდი თამაშის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ჩილეს ტექნიკურ გამარჯვებას ჩაუთვლიდნენ და ის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდა. თუმცა კადრების გადახვევის შემდეგ საჯებს ეჭვები გაუჩნდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჭრილობები მეკარემ საკუთარ თავს თვითონვე მიაყენა. აღმოჩნდა, რომ მას ხელდათმანებში სკალპელი ჰქონდა დამალული. ამის გამო ფიფამ ბრაზილიას გამარჯვება მიანიჭა. როხას კი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა უკრძალა. თუმცა 2001 წელს ბოდიშის მოხდის შემდეგ ფიფამ როხასის დისკვალიფიკაცია მოხსნა და მას თამაშის უფლება კვლავ მისცა. იცოდით, რომ სტანდარტული დოპინგის გარდა ეგრეთ წოდებული ტექნიკური დოპინგიც არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სპორტული ინვენტარის გაძლიერებას გულისხმობს. ერთ-ერთი პირველი ასეთი შემთხვევა მსოფლიო ველოქროსის ჩემპიონატზე დაფიქსირდა. 19 წლის ფემკე ვანდენდრიშეს ველოსიპედში რადიოსიხშირული ანალიზის შედეგად დამალული ძრავი გამოჩნდა, რომელმაც მისი ჩვეულებრივი ველოსიპედი ისეთ მოწყობილობად აქცია, რომელიც მას უფრო სწრაფად გადაადგილებაში ეხმარებოდა. მსოფლიო ჩემპიონატის დროს გოგონამ რბოლა ტექნიკური სირთულეების გამო ნაადრევად შეწყვიტა, რამაც მსაჯებს მისი ველოსიპედის შემოწმების საშუალება მისცა. მან მაშინვე განაცხადა, რომ ველოსიპედი მის მეგობარს ეკუთვნოდა და შესაძლო იყო შეჯიბრებამდე ცოტა ხნით ადრე მეგობარს შემთხვევით მისთვის გაძლიერებული ველოსიპედი მიეცა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არგუმენტი მსაჯებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.